წარმოგიდგენი, ესე იგი ესენი ისე რუსეთი და ამაში რო არიან გაჭედილები რა. აი როდემდე შეიძლება ამაში იყო გაჭედილი ხო წარმოიდგინე? ეს ხო მე-20 საუკუნის ამბავი იყო და ეს ხო ის ამბავი იყო, რომ აღარ არსებობს ეს. ეს ამბები საერთოდ აღარ არსებობს. აბსოლუტურად ყველას აქვს თავისი ინტერესი. კი. დიდ ქვეყნებსაც და პატარა ქვეყნებსაც, ხო? ამ ინტერესებში ვიმოძრაოთ ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე. აი ესენი კიდე იქ არიან, რომ დუგინმა ეს თქვა და ესენიც იმას იმეორებენ, ზახაროვამ ეს თქვა და აი ესენიც სხვა ფაქტი არა აქვს არაფერი გესმის? ანუ რაღაც მომენტში შეიძლება დაემთხეს შენი და რუსეთის ინტერესები, კი? მართალია და ამიტომ რა ის თუ იმეორებს, მე ჩემი აღარ ვთქვა? კი. მაგრამ ეს კიდევ კაი პოლიტიკური მიდგომაა, მაგას კიდევ გავიგებ რა, დუგინს გავიგებ, ზახაროვას გავიგებ, მაგრამ რო დაამდევ მე ან ჩემს მეგობარს რო დაამდევ შეძახილით რუსო, ანუ ისთან ვადარებ უარყოფით კონტექსტში, ჩაიკოვსკისთან, სტრავინსკისთან, პუშკინთან, ლერმონტოვთან, დოსტოევსკისთან მადარებ და გგონია რომ ამით შეურაცხყოფაზე მაყენებ. ამიტომ დავწერე ამას წინათ რუსოფობია უნდა შევიტანოთ ფსიქიატრული დაავადებების ერთ-ერთ ნაირსახეობად კლაუსტროფობიასთან, სოციოფობიასთან, აგორაფობიასთან ერთად, იმიტომ და უნდა იკურნებოდეს ეს რუსული ფილმების ჩვენებით, რუსული ლექსების და რუსული მუსიკის მოსმენით, იმიტომ ეს არის ავადმყოფობა მართლა რა. რუსოს რა პონჩი მეძახი რა მესმის რომ დამიძახო თქვათ დუგინის მიმდევარი თუ ზახაროვას მიმდევარი კაი მესმის რა ან ვინმე არიძახის ან უარყოფს რომ სწორედ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ნაწილი ან ვინმეს არ უნდა რომ სწორედ რუსეთი აიძულონ იმისთვის რომ სამართლიანობა აღდგეს საქართველოში და ეს ხომ შენ ინტერესებშიც არ შედის იმიტომ რომ ჩლუნგი ხარ რა აი ამ საკითხებში ამიტომ ჩემთვის გამოვიტანე ესეთი დასკვნა, ვინმე თუ დავინახე რუსთაველზე თუ ახლა რუსთაველზე გავლას დამიშლიან კიდე რა. ვინმე ამეკიდება რუსოს ძახილით, ნუ კი ბატონო, რუსულ ენაზე გავაგრძელებ მასთან საუბარს. მართალია ვერაფერს ვერ გაიგებს, მაგრამ ნუ რადგან დამაბარეს. არა, ეს რუსოფობია ხო, ეს რუსოფობია არის სოფლიოს ესე იგი აწყობილი აქვს ამაზე მთელი თავისი დღევანდელი ამბავი, ამ რუსოფობიურ ამბავზე. ეს ჩვენი ავადმყოფობა მარტო არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ავითვისეთ ეს რა. მაგრამ ცუდი ხალხით ავითვისეთ, უნიჭო ხალხით ავითვისეთ. 22 წლის აპრილის დასაწყისში ლონდონის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში ჩაიკოვსკის კონცერტი აკრძალეს რა. წარმოიდგინე აი საიდან მოდის ეს რა? რუსოფობია აბა რა. როგორ არ არის? ებრძოლე პუტინს კაცო, ებრძოლე დუგინს, მაგრამ ვის ებრძვი? დოსტოევსკის ებრძვი? მიხაილ ბულგაკოვს ებრძვი? კი ბატონო. ნუ ძეგლებს რო ებძვიან ხო ხედავთ პუშკინები ისა რა ვიცი და ეკატერინე მეორე ოდესაში შიზოფრენია. ბურატინოს ძეგლი დაანგრიეს. ბურატინოს ძეგლი დაანგრიეს და აი როგორი ავადმყოფი უნდა იყო და როგორ ესე იგი იქნებ პინოკიო იყო. რა ვიცი რა. ხო და ამ ფობიებს რა ეშველება საერთოდ და ამათ რამხელა იმედგაცრუება ელოდებათ წარმოგიდგენთ. ცხოვრებაში სერიოზული რა. ძალიან სერიოზული იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით აცდენილები არიან. ეს რო იყოს ეხლა მე-20 საუკუნის დასაწყისი, კი გაიგებდა ადამიანი, მაგრამ 21 საუკუნის 100 წელია იმის მერე გასული და იგივე ამბავში ხართ ჩარჩენილები. რაც უფრო სწრაფად გეძლევა საშუალება ხო ინფორმაცია მოიპოვო, მით უფრო ჩლუნგდებიან. აი ეს არის პარადოქსი რა. ნებისმიერ დასმულ შეკითხვაზე შეგიძლია 3 წამში მიიღო პასუხი, მაგრამ შეკითხვა როგორ დასვა ეს არ ვიცი. რაზე დასვან შეკითხვა? რა შეეკითხონ? პრინციპში ერთი და იგივე არის რა, აბსოლუტურად მათი აი ყველა გინდაც ტელევიზიაში, გინდაც სოციალურ ქსელებში, გინდათ ერთ რაღაცაზე ჩონჩხი არის ერთი. რომ რუსები ვართ რა. ვინც მაგათკენ არ არის რუსები ვართ რა, კაროჩე რა. და ამას ვერ ვთვლიან რომ უკვე დასაცინები გახდნენ, გამარგინალდნენ, ავადმყოფები გახდნენ, გესმის? აი აღარავის აღარ ჯერავს რაღაცა არ ვიცი რა. კარგი, დიდი მადლობა, მე მგონი გაგვივიდა დრო, და ვინდა დავამთავრო იმით, რომ კიდევ ერთხელ
კიდევ ერთხელ თქვა ჩემი მოსაზრება და დათოც მოსაზრებაც ალბათ აუცილებლად ეს არის, რომ უფლის ციხეა საქართველო რა. ტყუილა არ არის უფლის ციხე საქართველოში რა. ეს არის ჩვენი ქვეყანა რა და ჩვენ დავიცავთ ამ ყველაფერს ისე როგორც გვეკადრება რა. მოკლედ ღმერთი არის ჩვენთან, არც და იყოს, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის და აი ამ კლიპით დაგემშვიდობებით, რომელიც მართლა რაღაც საოცარი, აი მისტიური ადგილია საქართველოში რა, ჩვენი უფლის ციხე რა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.